და გრძელდება იმედის დილა და პატა დაიწყებ ხო შენ? ვსდი ხო? რაღაც რამოდენიმე ამონარიც წავიკითხავ. ლაზურად. დუღუნი დოყვით. ქუძი კაი ბიჭი რტუი? ოტრაღოდუ ბუწუმელთ სიმღერას. რაღაც მეგონი არა. კი, აი ამ ტექსტების შესახებ და ამ ორი წიგნის შესახებ უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებ და მოდი ვეტყვი ხომ მაყურებელს ვინ არის ჩვენი სტუმარი. არნოლდ ჩიკობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ლალი ეზუგბაია და ისტორიკოსი კოლხური სერიის მთავარი რედაქტორი ბატონი ბუბა კუდავა და დილამშვიდობის დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მადლობთ რომ აი ესეთი საინტერესო მასალით მოხვედით და წიგნებით რაზეც ვისაუბრებთ. ლაზური ლექსიკონი და ლაზური ტექსტები ეს არის ორი ახალი წიგნი რომელიც შეემატა კოლხურ სერიას, ხო? იქნებ მოგვიყვეთ აი წიგნების შესახებ, როდის დაიწყო მასზე მუშაობა და როდის გამოვიდა უკვე გაყიდვაში, ვინ არის ავტორი და ასე შემდეგ. მივესალმები ტელემაყურებელს. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს ლაზური ლექსიკონი. ქალბატონი ირინე ასათიანი გახლავთ ამ ლექსიკონის შემდგენელი. უნდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ირინემ უკვე 9-10 წელს გადააბიჯა, მაგრამ ის ძველებური შემართებით აგრძელებს მუშაობას ლაზურზე. პირადად მას მინდა მივულოთ ამ წიგნის გამოცემა, რამდენადაც თითქმის 9 საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს ლაზურ ლექსიკონზე მუშაობა. არნოლდ ჩიკობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო ქალბატონმა ირინემ ამ ლექსიკონზე მუშაობა თავად ბატონი არნოლდის ხელმძღვანელობით. ძირითადად რედაქტორი ბრძანდებით. მე გახლავართ ერთ-ერთი რედაქტორი მერაბ ჩუხუასთან ერთად და ნიშანდობლივია, რომ ქალბატონმა ირინემ აი თავისი პატივისცემის და მადლიერების ნიშნად ისურვა, რომ აღნიშნულიყო ორივე წიგნზე, ჭანურ ტექსტებზეც და ლაზურ ლექსიკონზეც მთავარ რედაქტორად ბატონ არნოლდ ჩიკობავაც, როგორც სულის ჩამდგმელი თავის დროზე ამ ლექსიკონისა. ლაზური ლექსიკონი ამ შემთხვევაში ძალიან ლამაზი წიგნია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა მოვახსენო გამომცემლობას და გამომცემლობის დიზაინერსაც. ლაზური ლექსიკონი ამჯერად წარმოადგენს ერთ ნაწილს იმ მასალისა, რომელზედაც ქალბატონი ირინე მუშაობდა ჩვენს ინსტიტუტში. ზმნური ლექსიკაა წარმოდგენილი ლაზური ენისა. ყველაზე რთული უბანი, ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი სხვათა შორის, რაც დამახასიათებელია ლაზურისათვის, ასევე მეგრულისთვის და ამ ერთობლივად მეგრულ-ლაზური ენობრივი ერთეულისთვის. ამ ორ წიგნზე მუშაობის პროცესზე ძალიან ცუდად გვინდა რომ მოვისმინოთ, იმიტომ რომ ნამდვილად საინტერესო საქმესთან გვაქვს შეხება. უბრალოდ მანამდე მინდა ბატონო ბუბა გკითხოთ, ეს კოლხური სერიის რიგით მერვე მეცხრე წიგნებია, ხო, რაც გამოვიდა გაყიდვაში. როდის გაჩნდა იდეა, რომ სწორედ ეს ორი წიგნი შეემატებოდა ამ კოლხურ სერიას? პირველად ამ კოლხურ სერიას როცა ჩაეყარა საფუძველი, პირველი წიგნი იყო 2000 ლაზური სიტყვა, ესეთი მცირე სალექსიკონო გამოცემა გახლდათ თეა კალანდიას ავტორობით. აი მაშინ გაჩნდა იდეა, რომ საფუძველი ჩაყროდა ზოგადად სერიას და ამ სერიაში გაერთიანებული იყო მეგრული და ლაზური სალექსიკონო მასალები, აგრეთვე ტექსტები, აგრეთვე ძველი კოლხეთის სამყაროსთან დაკავშირებული ისტორიული კულტურის საკითხები და სხვა. და ბოლო წლების განმავლობაში მოახერხეთ 9 წიგნის გამოცემა. ვფიქრობთ, ეს ამდაგვარი წიგნები ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ენათმეცნიერთათვის, ძირითადად აქ ენათმეცნიერთა შრომები გაერთიანდა, ისე მოხდა, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის არის ეს საინტერესოა ჩვენთვის, ისტორიკოსებისთვის, ეთნოლოგებისთვის და ვფიქრობ არანაკლებ საინტერესოა ფართო საზოგადოებისათვის, ვინაიდან ფართო საზოგადოებაში აი ამ საკითხების მეგრული, ლაზური, ენობრივი სამყაროს შესახებ, აი ამ საკითხების შესახებ ძალიან სერიალი წარმოდგენა და ხანდახან კვლევაა ლაზური ენის ხო რა თქმა უნდა და კიდევ იმის გათვალისწინებით არის მნიშვნელოვანი ვფიქრობ ეს სერია, რომ დღეს უკვე გვაქვს ჩვენ საშუალება ჩვენს ლაზ თანამოძმეებთან ერთად ვიმუშაოთ გარკვეულ სამეცნიერო საკითხებზე, კულტურულ საკითხებზე, ვიქონიოთ
მივდიოდნიოთ პირადი კავშირები და აი ამ კავშირების და თანამშრომლობის პერიოდში ვფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამგვარ გამოცემებს. ამგვარი გამოცემები ჩვენგან ერთგვარი განაცხადიც არის, რომ ჩვენ მზადა ვართ მათთან ერთად ერთობლივად ვიზრუნოთ ლაზურის შესწავლაზე, ის გადარჩენაზე. დღეს ესეც უნდა ითქვას, რომ ლაზური გადასარჩენია, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, ეს თანამედროვე გლობალიზაციის პრობლემებია და არა მარტო ლაზურს უდგას ეს პრობლემა, არამედ ძალიან ბევრ მცირე ენასა თუ დიალექტს გადაშენების პირას მივიდა ბევრი ასეთი ენა თუ დიალექტი და აი ამ კონტექსტში ვფიქრობ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. პატა მე მგონი კი ამოიკითხა ეცა და კარგად, მაგრამ ისე კარგად ვერ მოგესმინე. კი, უფრო საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანისგან მოგვესმინა, ვინც რა თქმა უნდა კარგად საუბრობს ლაზურად და მოვისმინოთ მოკლედ და ამის შემდეგ უკვე ამ კონკრეტულ წიგნზე გავაგრძელოთ საუბარი. და რა სამზადებენ იქ ანჯერ მოусმინოთ საუბარს. აჩერი ათეშირი დურანი ჩაჩქუი აშო ჰატი ჯოხონს კერემიდი ლედა იქსერი დუდა აკო ჰეშო იქსერი შეე ივასა აშო ივას მომენამდვილად სხვაგან მეყავდა. ანუ უბრალოდ კითხულობდი, რაც გადმოცემით და თვალს ვაყოლებთ. კარგი, იქნებ აი სამუშაო პროცესზე ვისაუბროთ, თუნდაც ლაზურ ტექსტებში. რა მასალაა შესული? ძალიან საინტერესო მასალაა და უნდა გავაგრძელო ბატონი ბუბას საუბრის ხაზი, რომ ეს წიგნები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, არა მხოლოდ ენათმეცნიერებისათვის. აი განსაკუთრებით ჭანური ლაზური ტექსტები, მეორე ნაწილი გახლავთ ეს 1974 წელს გამოიცა ქალბატონი ირინას პირველი წიგნი ლაზური ტექსტებისა. ეს განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც აფხაზეთის ლაზებისგან არის ჩაწერილი. ეს არის 60-იან წლებში ჩაწერილი მასალა იმ ლაზებისგან, რომლებიც ათინადან, არქაბედან გადასახლდნენ აფხაზეთში და შესაბამისად ისინი მოექცნენ ქართულ მეგრულ გარემოში. აი ეს ტექსტები, ვინც წაიკითხავს, ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩანს ერთი მხრივ ქართულის გავლენა ლაზურზე, მეორე მხრივ მეგრულის და საინტერესო ნიმუშია სხვადასხვა მეტყველების შერევისა. ამდენად ეს ტექსტები სოციოლინგვისტური თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო, ისტორიული კუთხით არის მნიშვნელოვანი. ხო, რა ტექსტებია ისტორიული მოვლენებია? არის ისტორიული მოვლენები, სხვათა შორის ძალიან კარგად ჩანს თვითშეფასება, რას ყვებიან ლაზები თავიანთ შესახებ, საიდან მოვიდნენ, საკუთარ თავს როგორ აფასებენ, შეფასება, დამოკიდებულება სხვა ეთნოსების მიმართ. აი ძალიან საინტერესო ფაქტია, მაგალითად, აფხაზებს ისინი უწოდებენ აბაზებს. ესე იგი, ამ ტერმინით აბაზით ისინი აფხაზებსაც მოიხსენებენ, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში ორ სხვადასხვა ეთნოს ქვია აფხაზი და აბაზი, თუმცა ძალიან მონათესავე ეთნოს. ამდენად ეს ტექსტები ვფიქრობ, რომ გამოადგება ყველას, ვინც კი დაინტერესებულია ლაზების კულტურით, ცხოვრებით, ყოფით, ისტორიით და მით უმეტეს, რომ დღეს აფხაზეთში უკვე შეუძლებელია ლაზებთან ურთიერთობა, მათი ჩაწერა, საერთოდაც კითხვაც კი ჩდება, დარჩნენ კი ლაზები დღეს არიან. ანუ ამ წიგნების საშუალებით უნიკალური მასალა გვაქვს ეს ძალიან უნიკალური მასალაა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მით უმეტეს ასეთი შრომატევადი საქმეა ჩადებული. თარგმანიც ახლავს, ხო? ქალბატონი ირინე ასათიანის გამოცემები, ტექსტები სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი, რომ მან ყველა თავის ტექსტს დაურთო თარგმანი. სიტყვასიტყვითი თარგმანი ახლავს ტექსტს. ამდენად ლაზურის ამცოდნესაც შეუძლია როგორც წყარო, სანდო წყარო გამოიყენოს ეს ტექსტები და ვფიქრობთ, რომ
ნამდვილად შეიძლება ვენდოთ ქალბატონ ირინეს, როგორც ტექსტების თარგმნელსაც, როგორც ჩამწერსაც და სხვათა შორის კიდევ ერთი ბატონმა ბუბამ აღნიშნა, რომ ლაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოცემები. მე მინდა გითხრათ, რომ აი გამოვიდა ესეთი წიგნები. აი ლაზებმა უკვე გამოსცეს ქალბატონი ირინეს პირველი წიგნი ტექსტებისა ლაზური ანბანით, თურქული საფუძველზე აქვთ მათ ანბანი შექმნილი და გამოსცეს და რამდენადაც მე ბუბასგან მაქვს ინფორმაცია, ამ წიგზეც იყო მოიწერეს, რომ ასევე სურთ ანალოგიურად გამოსცენ იქ ლაზეთში. არაფერს ვიტყვი ლექსიკონზე, რომელზედაც თქვა ჩვენი ლაზი მეგობრები, რომლებთანაც ჩვენი კოლეგები ხშირად ჩადიან მივლინებით ექსპედიციებით ლაზეთში და ეს ფირიც ახლა რაც გავუშვით, სწორედ იქ იყო ერთ-ერთი ექსპედიციის დროს მოპოვებული. ყოველთვის გვეკითხებიან, ირინეს ლექსიკონი როდის იქნება? რა თქმა უნდა, მათთვის ეს არის ძალიან დიდი საქმე და რაც თავარია, იცით, აი მხარდაჭერა, ჩვენი ქართველების მხარდაჭერა თურქეთში მცხოვრები ლაზების აი ამდაგვარი გამოცემებით და მე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი ინსტიტუტი, აღნიშნულოვანი სახელობის ერთმეცნიერების ინსტიტუტი მაქსიმალურად ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით და ვცდილობთ ლაზურთან დაკავშირებული ლექსიკონები თუ წიგნები გამოვცეთ და მით უმეტეს ბატონ ბუბასთან ერთად აი ამ კოლხური სერიის ფარგლებში თანამშრომლობა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად წაადგება ლაზურ. აი სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა ბატონი ბუბასთვის. 7 წიგნია ამ ორ ლაზურ წიგნამდე გამოცემული, შემდეგ რომ თუ იგეგმება რაიმე ახალი წიგნების კიდევ გამოცემა. რა თქმა უნდა იგეგმება, თუმცა აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხადია ვერ შევქმნით ბევრ პროდუქციას, მაგალითად დამოუკიდებლად ჩვენ ვაპირებთ ითარგმნება ნიკო მარის მოგზაურობა ლაზეთში და ეს დაანონსებულია და უახლოეს ხანებში მისი თარგმანი გამოვა. ძალიან საინტერესო მასალები აქვს მოპოვებული ნიკო მარს ლაზეთში მოგზაურობისას, მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებული აკადემიურ გარემოზე, აკადემიურ წრეებზე. ჩვენ ქალბატონ ლაისთან ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობ და არაერთ გზის მისთვის პირადად ნათქვამი მაქვს და საჯაროდაც გავიმეორებ, რომ ჩვენ მზადა ვართ ამ სერიის ფარგლებში გამოვცეთ ყველაფერი, რაც კი მეგრულ და ლაზურ კულტურულ და ენობრივ სამყაროს შეეხება. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ, რომ ის უნდა იყოს მაღალ აკადემიურ დონეზე. ეს მოთხოვნა ცხადი არ ეხება ენათმეცნიერების ინსტიტუტს, ეს აპრიორი ასეც იქნება, ეს ზოგადად სხვა დაინტერესებულ პირებს. ვაპირებთ გამოვცეთ ასეთი მასალები, იმიტომ რომ არის ვფიქრობ შექმნილი გარკვეული ვაკუუმი საზოგადოებაში, არის ძალიან საინტერესო კვლევები, არის კვლევის შედეგები, მაგრამ ხშირად ეს კვლევის შედეგები ვერ აღწევს საზოგადოების ფართო წრეებამდე. ეს სერია ვფიქრობ გვაძლევს ამის საშუალებას. ნამდვილად ეს უკვე მიეცემა ლაზ კოლეგებთან ურთიერთობაზე იყო საუბარი და მე ასეთ საყვედურიც მოვისმინე ჩვენ ლაზ კოლეგებისაგან, რომ ჩვენ უკანასკნელ 15 წელიწადში უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თქვენ გააკეთეთ განვლილი 90 წლის მანძილზეო. ეს ასე არ არის. ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი კვლევები გვაქვს და მეტი შედეგები გვაქვს, მაგრამ სწორნი არიან, მართალნი არიან ისინი, როცა მხედველობაში აქვს ამ კვლევის შედეგების რეალიზება და აი ასეთ გამოცემებად დასრულება. იმედია რომ გაგრძელდება სწორედ ეს სერია და კიდევ მრავალ წიგნს ვიხილავთ სწორედ კოლხური სერიით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ რომ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე მუსიკალური სიახლით დაგიბრუნდებით.